მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ ამ ზაფხულის მნიშვნელოვანი მოვლენები, ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? რა თქმა უნდა, მე ცალკე ჩავწერ ივნისის პროგნოზს, მაგრამ აი ესეთი მიმოხილვა გავაკეთოთ ჩვენ, აი საერთოდ რა მნიშვნელოვანი მომენტები რა იქნება, ну, თქვა შეიძლება მითითებები, ხო? ну, ვისთვის იქნება ახლა რა თქმა უნდა ჩვენ ვნახავთ. მე მინდა გავაკეთო ახლა ესეთი სიგნიფიკაცია, რა ენერგიებში ხართ. და რატომღაც მომინდა აი სულიერად კიდე როგორ გრძნობთ თავს, ესეც მინდა რომ გავაკეთოთ ჩვენ. აი ეგეთი так, ასე იყოს. როგორ გრძნობთ თავს სულიერად და მე როგორ რა თქმა უნდა განვიხილოთ ეს მოვლენებიც რა. ანუ ეხლა ეს ენერგეტიკულად როგორ გრძნობთ თავს, ვისთვის იქნება ეს გაშლა. ну, ახლა ნახეთ რა სიტუაცია გაქვთ თქვენ. ეხლა აქ პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ ზოგი შეიძლება, ну, ბანალურად იყოს, შეიძლება ყავათ დაუშვათ და მაქსიმალურად, ну, ფიქრობს, რომ რა შემიძლია გავაკეთო, თქვათ იმისთვის, რომ გამოვჯამთელდება იქის მიმართ, წამრები რა ასე შემდეგ. მეორე კიდე. აქ არის ესეთი ენერგია, როცა შეიძლება თქვენ ვიღაც იქნებით, აი არჩევანის წინ გახართ, შეიძლება ურთიერთობას ეხებოდეს ეს, რომ აი რაღაცა შეიძლება ვერ იღებთ თქვენი პარტნიორისგან ისეთ ენერგიას, ისეთ ყურადღებას, რომელიც თქვენ გინდათ და ამიტომ ხართ აი ესეთ რაღაცნაირად, ну, ცუდად ბუნებთ, ასე რბილად რო ვთქვათ. კიდე შემიძლია თქვა, რომ შეიძლება თქვენი პარტნიორიც გრძნობდეს თავს ისე რომ ანუ შეიძლება ფინანსურად აქ ძალიან დიდი პრობლემები სხვათა შორის და ფიქრობს რა შემიძლია გავაკეთო. ну, ან თუ დაუშვოთ თქვენ შეამჩნიეთ ის, რომ დაუშვოთ ახლა თქვენი პარტნიორი არის, ну, მოსიყვარულეც კი კარგი თქვა ადამიანი, გრძნობაც გაქვთ ყველაფერი, მაგრამ ეხლა ცოტა რაღაც ესეთ ენერგიებში არის, რომ ну, აი რამე სულ ფიქრობს, შეიძლება ჩუმად არის, შეიძლება სულ რაღაცას, ну, გაწუხებს თქვენ რა ეს მაგის მდგომარეობა, იცოდეთ რომ ეს არის დაკავშირებული რაღაცა ფინანსურ თემაზე, ну, ვიღაცასთან შეიძლება იყოს მართლა, ну, ალბათ, მაგრამ უფრო შემიძლია გითხრათ რომ აი ეგეთი თემა, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვოთ ცოტა, ну, даже ცივადაც შეიძლება იქცევა, მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით, ვერ ხსნით რა მოხდა და ეს გაწუხებთ რა და ამის გარშემო ტრიალებთ. შეიძლება თქვენ თვითონ ხართ იმ ენერგიაში, რომ ფიქრობთ, რომ რა გავაკეთო, შეიძლება ეს სამსახურის თემას ეხება დაუშვათ და თქვენ ფიქრობთ, რა შემიძლია გავაკეთო, რა არჩევანი გავაკეთო იმისთვის, რომ არ დავზარალდე, თქვათ, შეიძლება ფინანსები, თქვათ, რაც თქვენ გინდათ არ ყოფნით. ან არის აქ რაღაცა ესეთი საერთოდ მეხუთე ენერგია, როცა ადამიანი ხდება აი ესე ტრანსფორმაციაში, როცა მოდის დრო რომ დავფიქრდე. ანუ შეიძლება თქვათ, კი მაქვს შემოსავალი, კი ბევრ ამის ვაკეთებ, მაგრამ ისე არ არის, როგორც მე მინდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდე რა უნდა გავაკეთო, რა შემიძლია გავაკეთო, თქვათ, ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან. ну, აქ ახლა ურთიერთობას რაც ეხება, კი შეიძლება ზოგს მაგალითად, ну, ეგეთი მომენტიც გქონდეს, რომ დაუშვათ, ფიქრობთ ზოგი რომ თქვა სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ თქვა დავშორდე პარტნიორს, ესეც შეიძლება იყოს აქ. ხო და ანუ ძალიან ეხლა აქ ან თემა, ну, რაც გითხარით ეს თემები, მაგრამ შეიძლება ემოციურად იღებთ, ან ახალი გადაწყვეტილების წინაშე გახართ და ფიქრობთ როგორ უნდა გავომკლავდე, რა უნდა გავაკეთო, შეიძლება რაღაცა, ანუ თუ დაუშვით ვინმეს აქ შვილი წავს, მაგ შემთხვევაში კიდე უფრო მტკივნეულად შეიძლება განიცდეთ ბავშვი როგორ მიიღებს. ну, ესეც ვიღაცისთვის იქნება სიგნიფიკატური. ეხლა ვნახოთ ჩვენ სულიერად როგორ გრძნობთ თავს, რა ვიცი, რატომღაც მოითხოვა ეს დასტა, დიდი ხანი არ ამიღია, მომწონს ეს დასტაც. სამწუხაროდ არ მაქვს უსმაგის სახელი და გვარი, მაგრამ ვიცი რომ აი რაღაც ძალიან მომწონს. აი სულიერად როგორ გრძნობთ თავს თქვენ. რაღაც ეს კითხვა მოითხოვა დღეს. ну, აი ხო ხედავთ, გეუბნეთ, აქ არის რაღაცა მეხუთე კი. აქ ხდება თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ისეთი ცვლილებები, იცით რომ
ეძებთ გამოსავალ, ეს სულიერადაც რაღაც აფორიაკება შეიძლება იყოს. მინდა წინსვლა, მეშინია, არ ვიცი როგორ გადავწყვიტ, რა ვქნა. ბევრი რაღაცა ფიქრები გაქვთ, ხო, შეიძლება ზოგჯერ ახლა აი თქვათ, პატარა ბავშვები თქვათ, შეიძლება ისეთ ენერგიებში ვარდებით, მაგრამ აი ეგ არის, რომ რატომღაც უფრო მომდეს როგორი მომენტი, იცით, რომ ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს კიდე გაუმჯობესოს თავისი ფინანსური მდგომარეობა. შეიძლება დაუშვათ, ეხლა ვერ იღებ თქვენ თუნდაც აი აქაც იმ სიამოვნებას, რა სიამოვნებაც უნდა მიიღო თქვენი თქვათ ქმედებიდან დაუშვათ, ხო, ფიქრობთ იმაზე, გამოსავალს ეძებთ, ხო, კიდე რა შემიძლია გავაკეთო რა. აქაც იგივე არის, სულიერადაც ისე ხართ, რომ ანუ თითქოს აი უნდა გავაკეთო მაქსიმალურად რაღაცა ახალი უნდა გავაკეთო რაღაცა ისეთი რაც შეიძლება კი არ გამიკეთებია, ანუ ეძებთ გამოსავალს, ეძებთ რა შემიძლია კიდე გავაკეთო, როგორ დავაჩქარო, თქვათ, ეს ჩემი ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, ხო, შეიძლება ზოგს ვალებიც გაქვთ თქვენ და ის გაწუხებს, რომ თქვათ ვალების გაცემა არის რა, უკვე ამდენი ხალხი თქვათ ეხლა მელოდება და ფიქრობ რა გავაკეთო. კიდე ზოგი შეიძლება საერთოდ იმალება და არც თქვათ იღებს კურმის რო ურეკავენ და რა ვიცი ან შეიძლება ბანკიდან არ გამორიცხავ, არის ეგეთი ენერგია აქვს, მაგრამ შეიძლება გეშინიეთ რომ შეიძლება, არ შეიძლება, მაგრამ ეძებთ რამე გამოსავალს ისეც რომ ნამდვილად რომ გინდათ რომ ეს ყველაფერი კარგად იყოს, კი, ნუ ნერვიულობთ კი ბატონო, არის აქ ცოტას ნერვიულობთ მაგაზე, რა თქმა უნდა, სულიერად ცოტა აფორიაკება კი გაქვთ ნამდვილად. მაგრამ პრინციპში გამოსავალიც მოიძებნება, რაღაცას მოიძებნით. ნუ კარგით, всё. ეს იყოს როგორც სიგნიფიკაცია, ახლა ჩვენ ვნახოთ, აქ რამდენიმე კიდე დასტა მაქვს. ой, თქვენც აქ დაჯიგეთ, ესენი ცებოდებიან ხო ყველი. ვნახოთ ახლა ჩვენ პრინციპში რა მნიშვნელოვანი რა მოვლენები იქნება, მაგრამ მე იცით თქვენ რომ მიყვარს უფრო ზუსტი პასუხები, ამიტომ მე ვფიქრობ რომ მოდით ასე გავაკეთოთ ჩვენ, რომ მოვლენას ავიღებთ ჩვენ სამივე სფეროზე, ხო, დაუშვოთ როგორც ჩვენ ვიხილავთ ხოლმე, რომ უფრო ზუსტად ვიცოდეთ, რომ თქვათ აი ეს ვარაუდები და რამეები რომ არ იყოს. მოდით ვნახოთ როგორც ყოველთვის ჩვენი თქვათ საქმიანობაში რა გელოდებათ, რა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, ხო? ფინანსებში და ურთიერთობაშიც. აი ასე ავიღებ და მე ჩვენ ახლა ვნახოთ უკვე, იმიტომ რომ აქაც ახლა ისეთი მომენტები არის, რომ ორივე პრობლემა გაწუხებთ და даже შემიძლია სამივე და ამიტომ რომ ჩვენც ახლა ამას გამოვიყენებ დასახმარებლად. ანუ ვნახოთ ახლა კარიერაში რას უნდა მივაქციოთ, ანუ რა მოვლენა არის ესეთი. აჰა. ნუ პრინციპში ნახეთ ახლა ძალიან კარგი არკანი არის, მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთი რამე იცოდეთ, რომ აქ არაფერი რაც ხდება ახლა, რაც თქვენ გაღელვებთ, რაც ეხება თქვათ სამსახურის თემაზე, ხო? მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ამ პრობლემებს დატოვებთ უკან. ანუ თქვენი ნერვიულობა დამთავრდება, იმიტომ რომ აქ უკვე ადამიანი, იცი რა, ხვდება იმას, რომ რაზე უნდა ვინერვიულო, იმაზე, რაც ახლა, ნუ ნერვიულობით ვერაფერს ვერ გამოვასწორებ, ხო? რაზე უნდა ვინერვიულო, ხო? ამიტომ ადამიანი ახლა აქ მაქსიმალურად ეცდება, რომ თავისი, თქვათ ახლა მდგომარეობა გამოასწოროს სულიერი, მოდით ასე ვთქვათ. ნუ მოდით კიდე ვნახოთ ახლა, აბა კიდე რას გვეტყვით თქვენ ახლა ამით. აი ხო გითხარით. აი ეს უნდა მეთქვა იმენა კიდე კაი. ანუ მიდის ახლა ჩვენ ვიცით რომ მერვე ენერგიიდან ადამიანი მიდის მეცხრე ენერგიაში, ხო? ანუ ხო გეუბნებით რომ ყველა ვარიანტში თქვენი აქ დარდე დასრულდება და წახვალთ ეგრევე გაგეხარდებათ და ძალიან გაძლიერდებით რა. ანუ ძალიან ვიღაცასთან იქნება ძალიან დიდი აღიარება. და პლუს კიდე შემიძლია გითხრათ რომ საქმე ისე წავა რომ თქვენ даже დასვენების მომენტებიც გექნებათ რა. ანუ თავისით რომ მუშავდება რაღაც, რა ვიცი, აი ეგეთ რაღაც ენერგია მოდის, რომ ყოველ შემთხვევაში ვიღაცა შეიძლება даже მართლაც წავიდეს
დასასვენებლად არ გამოვრიცხავ დაუშვოთ, კი ბატონო, უნდა წავედ დავისვენო, იმიტომ რომ მე უკვე ისედაც ბევრი რამე გავაკეთე, ეხლა არის ესეთი მომენტი, რომ მინდა რომ დავისვენო. კიდე არის ის მომენტი, რომ თქვენ წინსვლა გექნებათ, იმიტომ რომ ნახეთ, როცა შენ თვითონ სულიერად კარგად ხარ, ან ძლიერად რა, იმენ ძლიერი ხარ, ხო? ესე იგი, აქ უკვე 1000%-იანი არის ყველაფერი კარგი, იმიტომ რომ ადამიანის ნერვიულობა, როგორც გითხარით, მიდის, რჩება უკან და მიდის და ძლიერდება. პლუს კიდე ვინც ახლა დაიწყო აი სწავლა, ხო? იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ ენერგიასა და თასების იმასაც გვაჩვენებს ხშირად რომ ადამიანი მიდის ანუ ის ანუ ну, კარგით ახლა ეზოტერიკაშიც მიდის, კი ბატონო და ამიტომ იქაც ახლა სასიამოვნო და ძლიერი იქნება ეს თქვენი თქვა სწავლა. ну, ეს ალბათ უფრო მეტად ჩემი სტუდენტებისთვის, ვინც ახლა დაიწყეს სწავლა. ზოგი შეიძლება ზაფხულში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ძალიან მინდა, ძალიან, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ და მინდა და ამიტომ გადაწყვეტილებას მივიღებ და ნამდვილად ეს იქნება ძალიან ძლიერი გადაწყვეტილება და ძალიან კარგი და მყარი გადაწყვეტილება, აი შემიძლია გითხრათ. ვინც დაუშვათ აქ სწავლას ამთავრებს, თქვენ შემიძლია გითხრათ, რომ ნახავთ სამსახურს, რომელიც თქვენთვის იქნება კარგი და სადაც თქვენ შეძლებთ, რომ აჩვენოთ თქვენი სიძლიერე, რომ თქვენ შეგიძლიათ, ანუ ან ზოგისთვის სხვათა შორის იქნება ძალიან კმაყოფილი, შეიძლება კარიერული ზრდა გქონდეს რა, დაუშვათ რომ დაგაწინაურებენ. ან გაღიარებენ, ან აქ თქვენ ყველა ვარიანტით იქნებით ძალიან კმაყოფილი, რაღაც აი ისეთი ენერგიები არ ტრიალებს ახლა. აქ რო თქვენ დაუშვათ ზაფხულის პერიოდში გქონდეთ რამე პრობლემები, არა. თუნდაც თუ მოიფიქრებთ, რომ ვაფშე წავსვლას всё მივტოვებ, აქ ნამდვილად თქვენ ახლა ამაზე არ ინანებთ ყოველ შემთხვევაში, თუ წახვალთ თქვენი სამსახურიდან, იმიტომ რომ იცით რომ ძლიერი სპეციალისტი ხართ, მაინც ადრე თუ გვიან, მაინც ვიპოვე მე იმას, რაც მე მინდა რა. ანუ აქ სანანებელი და რაღაცა არაფერი არ არის რა. ყველა ვარიანტში კი ბატონო, ხო? კი. ძალიან კმაყოფილი ხარ, ძალიან კარგად იქნებით, ანუ ძალიან მშვენიერი ენერგიები. კარგით, ვნახოთ ახლა ფინანსები რით გაგახარებენ. და ფინანსები ჩვენ გვაქვს როგორ, ну, ცოტა 50-50, აქ როგორი თემა არის, ისიც შეიძლება, აი თუ დაუშვათ დასასვენებლად მიდიხართ, ახლა ფინანსებისაც ახლა ალბათ იქ, ну, და ხარჯავთ თავისთავად რა. შეიძლება კიდე ერთი ვარიანტი, აქ რომ დაუშვათ თუ თქვენ გქონდათ ერთი რამე შემოსავალი, აქ მოგივათ აი სხვა, შეიძლება სხვა სამსახურსაც ნახავთ, რომ მეორიანი არის, ყოველთვის არის ეს ენერგია, როცა მე არჩევანის წინაც ვდგები, ხო, მარტო ის არ ნიშნავს, რომ თქვათ ახლა აქ დაუშვათ სულ უფულობას, ну, ზოგისთვის ახლა შეიძლება, მაგრამ ну, პრინციპში არა, იმიტომ რომ გემები არის უკან. აქ მთავარია თქვენ დაინახოთ ეს შესაძლებლობები, იმიტომ რომ ორიანის პენტაკლების არის ხოლმე ესეთი თემა, რომ ადამიანის უკან არის შესაძლებლობები და ვერ ხედავს, არ იცის რა უნდა გავაკეთო. ან დაუშვათ იყენებს მხოლოდ ამ ერთს და მეორეც რო არის, იქ შეიძლება არ უყურებს იმას, ისე რომ თქვა იმასაც შეიძლება თქვა რამე შემოსავალი გქონდეს. ну, დაუშვათ ახალი ორი პროექტი, ან ორი სამსახური, თქვა შეიძლება მეორე სამსახური, ან იფიქრებთ მეორე სამსახურზე და ან მეორე საქმეზე. აბა მოდით კიდევ ვნახოთ აქ. აი გეუბნე, აქ არის ნახეთ, ესე იგი ყველანაირად კი. და კი ნამდვილად თქვენ ახლა აქ ყველაფერს თქვენ შეეცდებით ნამდვილად, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რომ ახლა აქ არის კვერთხების დედოფალი, ახლა უფულოდ არ იჯდება ნამდვილად, ხო, როგორც პენტაკლების. ეს შეიძლება თასების ცოტა ახლა ენერვიულოს, მაგრამ კვერთხების დედოფალი მაინც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელიც მაგას თქვათ არ მოეწონება და მაქსიმალურად სხვათა შორის გვაჩვენებენ, რომ ის ქმედება, ის საქმიანობა, რომელიც თქვენ იქნებით დაკავებული, მოგიტან თქვენ სასურველ შემოსავალს. ზოგისთვის კიდე ნახეთ რა ხდება. შეიძლება დაგებრუნდებათ ის შემოსავალი, რომელიც გქონდა თქვენ ადრე, რომელიც თქვენთვის იყო სასიამოვნო, აი გახარებდა გულის კომფორტის ზონაში, შეგიყვანთ ისევ, ასე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ აქ, ну, მოდით აბა ვნახოთ ახლა ეს კიდე მაინტერესებს ეს ახალი პროექტია თუ რა არის? კი, გაძლიერება.
აქ არის როგორი მომენტი, იცით, აი გეტყვით რა, შეიძლება იყო რაღაცა, აი აქ ტყუილა არ დავიწყე ამ პროექტზე ლაპარაკი, რაღაცა შეიძლება იყო ესეთი მომენტი, ხო? ან სამსახური, ან ნუ პროექტს ვიძახე, მე დავუშვოთ, ხო? ან საქმე რამე ისეთი, რომელიცაც შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, რომ ის მე ფულს არ მომიტანს და შეიძლება დავიწყებული გქონდეთ რაღაცა, თქვა სამსახური და დაგიძახებენ, გეტყვიან რომ მოდი და კაი ანაზღაურებას მოგცემთ, თქვენ შეიძლება და მოულოდნელიც იყოს თქვენთვის ეს მომენტი დავუშვოთ, ხო? და იმიტომ რომ ნუ გჭირდებოდეთ, იმიტომ რომ თქვენც ახლა შეიძლება დავუშვოთ ახლა, ანუ მოულოდნელი, მოდით ასე რომ ვთქვათ და ძალიან კმაყოფილი იქნებით აქ. კიდე შემიძლია გითხრათ, აქ თუ ვინმეს რამე სწავლისთვის ფული გინდოდათ, მაგრამ ფიქრობდით, რომ აი რა ვქნახა კი მინდა, მაგრამ ვერ ვნახავ, თქვა დავუშვოთ თქვენი თვითრეალიზებისთვის გინდათ კიდე რამე შეისწავლოთ, ეს აუცილებლად გექნებათ, კი. კი, გექნებათ, აუცილებლად გექნებათ. ნუ ყველა ვარიანტში აქ ნაკადი გაიზრდება. სხვათა შორის შემიძლია გითხრათ, შეიძლება აქ რაღაც აი რო გითხრათ ნერვიულობას, რაღაც ვერ ვხედავ ამ ნერვიულობას, უფრო მომდის რა, რომ პირიქით რაღაცა სურვილის ასრულებაც იყოს აქ, რასაც თქვენ ფიქრობდით, აი ხო არის ზოგი დავუშვოთ ისეთი ფიქრი, რომელიც აი თქვათ და ნუ აი ძალიან კვეცნობიერში ისე, ნუ ძალიან ზის ისე რა ღრმა და არც გინდა რომ აღიარო თქვათ, ხო? აი და ეგეც შეიძლება აასრულოთ თქვენ თვითონ რა და მე რიტყვით რომ აი მე ხო მაგაზე ვფიქრობდი ადრე, მაგრამ ფიქრობდი რომ ანა ფული არ მეყოფა ან რაღაცა ისეთი თქვათ. შეიძლება რაც ახლა რაღაცა შენაძენიც გქონდეთ, აქ ნახეთ რა ხდება, შეიძლება იყოს მომენტი რომ აი დაუშვათ მე ნუ მინდა რაღაც ვიყიდო, ხო, მაგრამ ფული რა ვიცი, მე არა მაქვს ისე და მაგრამ იმდენად ეს სურვილი ისეთი არის, რომ თქვენ ნახავთ მე ფულს ან ვიღაცა დაგეხმარებათ, გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან რა. და ვინც ახლა ნუ ეზოტერიკას ხარ დაკავებული, აქ ყველა ვარიანტში რაღაცა გამოსავალი გექნებათ, იმიტომ რომ ყურუმი არის, რა თქმა უნდა, კი. აქ იქნება ძალიან დიდი წინსვლა. ანუ ვინც დაუშვათ ახლა, ნუ ფსიქოლოგი, ნუ დამხმარე პროფესიით, ვინც არის დაყავებული, კი ბატონო, თქვენ გექნება ძალიან მაგარი წინსვლა, ფინანსური ნაკადი წამოვა თქვენსკენ. შეიძლება დაუშვათ ჩვენ ხუთი ზაფხულია, ხო? ზაფხულს ვიხილავთ. შეიძლება იყოს რამე ისეთი ხარჯი, თქვა დახარჯავთ რამეზე ფული, მაგრამ აქ როგორი ხარჯი, იცით? საერთოდ პენტაკლების ხუთიანი ეს როცა არის ხარჯი, აი რაღაც დაუფიქრებელი, დამაქცეველი, მაგრამ აქ ვაჩვენებენ, რომ შენ კი შეიძლება აიღებ აქ ან სეს ან რაღაცა, მაგრამ ეს შენაძენი, რომელიც შენ გინდოდა, მაგრამ ამავე დროს ეს სწორესაქციელი იქნება. პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ არ იქნება ცუდი საქციელი, გაიგეთ, ეხა, იმიტომ რომ როგორი მომენტია, იცით? აქ აი კიდევაც გეუბნებით, რომ დიდი ხანია ფიქრობდით, შეიძლება კიდე, ნახეთ რა არის აქ, ახლა გეტყვით. რაღაცის ყიდვა მოგინდებათ, მაგრამ ცოტა არა, ნახეთ, აქ შენარჩუნება თანხების იქნება. მოდ. აჰა. კი ბატონო, იქნება რაღაცა შენარჩუნება თანხების აქ. შეიძლება даже შეინახავთ. მაგრამ ის რომ ფინანსები რომ წამოვა, ეს ვეჭველი. ურთიერთობაში, ნუ აქ даже დამატებაც არ უნდა, მშვენიერი ენერგია, ნამდვილად კარგად იქნებით, ბედნიერად იქნებით, ვიღაცას შეხვედრა იქნება, ვიღაცასთან აი კარგი პერიოდი, შეიძლება მე ერთად წახვალ დასასვენებლად ან ოჯახით, ან გაერთიანება მოხდეს აქ ახლა, ნუ ახლა ურთიერთობაზე 10-იანი თასების მეტი რა გვინდა, ხო? ანუ მშვენიერი კაი პერიოდი გელოდებათ, ხო გეუბნეთ, ან ერთად სადმე წახვალთ შეიძლება დასასვენებლად, ხო? ან სასიამოვნო შეხვედრა გექნება, ნამდვილად კარგი დროს ტარება,
აქ რა ვიცი, даже დამატებაც არ მინდა ნამდვილად, რომ არ გავაფუჭოთ ახლა ჩვენ. ახლა აქ კარგი სასიამოვნო პერიოდი გელოდებათ ნამდვილად რა. კარგად იგრძნობთ თავს, კიდაც იმ ურთიერთობაში, რომელიც ვთქვათ, გაგან, გაიცნობთ ვინმეს, აქაც რაღაც პერსპექტივა გაქვთ რა, ანუ შეიძლება თქვათ, რომ აი დიდი ხანი ველოდებოდე ასეთ თქვათ ურთიერთობას და შეხვედრას. ნუ ყოველ შემთხვევაში გვაჩვენებენ ძალიან კაი პერიოდს რა. ეხლა რაც არ უნდა იყოს, დაუშვათ, შეიძლება ნუ ჩვენ ახლა ზაფხული ახლა ერთი დღე ხო არ არის, 3 თვე არის, მაგრამ ყველა ვარიანტში, ყველა სიტუაცია დამთავრდება ძალიან კარგად, რასაც მე თქვენ ყველას გისურვებთ.